გამოტანილია დადგენილება შეგეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 14 დღის ვადით. ვახოსანაიას პოლიციამ დღეს ხელბორკილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაადო. ჟურნალისტს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა Facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის გამო შეუფარდეს, რომელშიც ჩალვა პაპუაშვილი და ვლადიმერ ბოჟაძე იყვნენ ნახსენები. სანაიას სახლთან იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები. მათ ჟურნალისტი მხარდამჭერი შეძახილებით გააცილეს. დაუჯექით არ გაიქცეს. ამჭელაში მყავს დავიდასუროთ. სადგადაკავთ შეიძლება. ვიდრე დააკავებდნენ ვახოსანაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, რაც არ გამოუვა. გზის გადაკეტვაზე დამაპატიმრეს წინაჯერზე, ასევე ამ ეგრეთ წოდებული სამმართველოს შექმნამდეც სტატუსების გამო დამაჯარიმეს, ახლა ამის წინ დამაჯარიმეს ასევე სტატუსების გამო და ახლა პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანეს. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია, რას დაწერე. აი ამ თავის გადაწყვეტილებებში ჯარიმას, პატიმრობ აბსოლუტურად სულ ერთია. მე იქიდან გამოვალ ისევ გავაგრძელებ ჩემი აზრის გამოთქმას. გამოხატვის თავისუფლება არის ჩემთვის უმნიშვნელოვანესი, როგორც მინდა, რა ფორმითაც მინდა, რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ დავწერ. სულ არ მაინტერესებს მათი გადაწყვეტილებები. ჩემი გზავნილია ივანიშვილის მიმართაც, საზოგადოების მიმართაც, რომ არ გავჩუმდებით. ყვილად აქვს ამის ილუზია. ვახოსანაიას დაკავებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა მისმა ცოლმა თამარ ყურაშვილმა. ველოდი ჯარიმას კიდე ერთს, იმიტომ რომ ერთი ამ საკითხზე ერთი ჯარიმა უკვე ქონდა მიღებული, მაგრამ დაკავებას ნამდვილად არ ველოდი. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ სრულიად ხარს უჭერ ვახოს ამ ბრძოლას და მის გვერდით ვარ ყველანაირად, იმიტომ რომ ვიცი მისთვის რამდენად პრინციპულია ეს ამბავი. მისთვის პირველი ადმინისტრაციული პატიმრობა ეს არ არის. არ არის, თუმცა ის ადმინისტრაციული პატიმრობა იყო სულ 4 თუ 5 დღით და ამიტომ ეს უფრო რთულია პირველ რიგში. ყველანი ნერვიულობ დედამისის გამო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ის განიცდის, მე მაინც ემოციურად მზად ვიყავი ამისთვის. ჟურნალისტისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. სანაიას ხდომას არ დასწრებია. სასამართლოს სამართლებრივი რეაგირებისთვის ეგრეთ წოდებულმა სქროლვა სქრინვის სამმართველომ მიმართა. მის წარმომადგენელს მარიამ კერესელიძეს არ დაუმალავს, რომ სანაიას პოსტი არაპირდაპირ იყო, თუმცა მისივე შეფასებით ირონიულად, შეფარულად დაწერილი ფრაზებიც ზოგჯერ შესაძლოა შეურაცხყოფად ჩაითვალოს. პირველი ადამიანი, ვინც დააპატიმრეთ ხო ამ სამართლოს შექმნის შემდეგ? დიახ, თუმცა ამასაც აღნიშნავ, რომ ვახტანგ სანაია იყო პირველი პირი, ვისაც მესამე ფაქტს ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხყოფელი გამოხატვისაგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც რეალურად იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხყოფელ ეპითეტებს და თვითონვე ახორციელებდა მის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, მისი ეს ვითომ და დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხავ გარემოებად. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ Facebook პოსტების გამო კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დაკავება ავტორიტარული რეჟიმების ხელწერაა. მათი თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მთლიანად ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას წარმოადგენს. ვახოსანაიას პატიმრობა არის მათ შორის სიმბოლური, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ ყოველთვის ვახოს ოჯახი იყო ბრძოლის წინახაზე, სწორედაც რომ შევარდნაძის კორუმპირებული რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულად, რა თქმა უნდა, არის მისი ძმის გიორგი სანაიას მკვლელობა და ნამდვილად სიმბოლურია, რომ 2 დეკადის შემდგომ კიდევ ერთი კორუმპირებული რეჟიმი, კიდევ ერთი რუსეთთან დაკავშირებული რეჟიმი ასე უსწორდება 14-დან პატიმრობაში აგდებს ვახოსანაიას თავისუფალ ჟურნალისტს. საბოლოო ჯამში ეს კანონები შეუბრუნდებათ ისევ იმ ხალხს, ვინც ამ უკანონობას თესავს. შეუძლებელია ეს დესპოტიზმი, შეუძლებელია ეს ნამდვილად თავგასულობა შერჩეს ვინმეს. ეს არის ქართული ოცნების ახალი ხელწერა, ისეთი როგორც ახასიათებს ყველაზე ველურ ავტორიტარულ სისტემებს. ეს არის ანტიკონსტიტუციური რეგულაციებიც და მისი აღსრულებაც გახლავთ არაპროპორციული. კონკრეტულად ვახოსანაია, რა თქმა უნდა, დიდი ხანია თვალში ეჩხირებოდა ქართული ოცნების რეჟიმს, იმიტომ რომ მას ჰქონდა ხოლმე ძალიან მწვავე განცხადებები. ეს არის ის სამაგალითო შემთხვევა, რომელიც უნდა აისახოს აუცილებლად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შესაბამის ანგარიშებში. ეს ასეც მოხდება, ვახოსანაიას ვერ გატეხენ, ის ძალიან მალე დაუბრუნდება თავის საზოგადოებრივ ცხოვრებას და გააგრძელებს ამ რეჟიმის მხილებას. როცა ხელისუფლება
უბრალოდ მსგავს ქმედებებზე გადადის, ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ არანაირი ჩანსაღი ბერკეტი მასსა და მოქალაქეებს შორის, რომ ზემოქმედება იქონიოს და მოქალაქეებს არ გააჩნია. რჩება ერთ-ერთი რამე ძალადობა, შანტაჟი, ციხე, დაშინება, ჯარიმა. და აი ამ რაც ჩამოთვალე, მაგას აკეთებს ოცნება კი, მაგრამ ისტორიას რო გადავხედოთ, ხელისუფლება ნებისმიერი, რომელიც აი ამ ბერკეტებამდე მიდის. საბოლოო ჯამში თავადვე ამტკიცებს იმას, რომ მისი პოლიტიკური დღეები დაცვლილია. ვახოსანაიას დაკავებას ეხმიანება კოალიცია ცვლილებისთვის პატიმრობაში მყოფი ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ქართული ოცნება დიქტატურის გაფორმებას ცდილობს, რაც ქვეყანაში დარჩენილი კრიტიკული ტელეარხების, ფორმულას TV პირველისა და კავკასიის შევიწროვებაში და ახლა უკვე ჟურნალისტების ინდივიდუალურ რეპრესიებში გამოიხატება. ხოშტარია ამბობს, რომ საზოგადოება მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებს არ უნდა შეეგუოს. პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვახოსანაიას, რომელიც გამორჩეულია ნამდვილად საკუთარი შეუპოვრობით, სრული მხარდაჭერა მის ოჯახს, საგანგაშო რაც დღეს ხდება, პირველ რიგში არის ის, რომ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, მიდგნენ ფორმულას, მიდგნენ TV პირველს, კავკასიას და ჟურნალისტებს უშუალოდ ინდივიდუალურად და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის ბოლომდე გაფორმებას ნიშნავდეს, ეს ერთი, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია. ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის. დაუკვირდით ამას, ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის. ამაზე ჩვენ თუ რეაქცია არ გვექნება. ეს იქნება ყველაზე საგანგაშო, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეწყვეტვა არის ადამიანის მკვლელობა და არის საზოგადოების მკვლელობა. საგანგაშო იქნება თუ ჩვენ ამას გავატარებთ და თუ ჩვენ ამას შევეგუებით. Facebook პოსტის გამო ჟურნალისტის დაკავების ფაქტის გამართლება დღეს ოცნების დეპუტატებმა სცადეს. თუ ჩვენ ფართო კონტექსტში არ შევხედეთ, ხო, მაშინ რა თქმა უნდა, ესე headline იქნება ხმაურიანი, რომ ადამიანმა პოსტი დაწერა და 14 დღით სასჯელასრულების დაწესებულებაში ამოყო თავი. ფართო კონტექსტში შევხედოთ, მე რამდენადაც ვიცი ამ ადამიანს, ეს განმეორებითი იყო, ეს ყველაფერი ისიც ვიცი, რომ მას ჯარიმა არ გადაუხდია, ანუ სრული უპასუხისგებლობა სუბუგად რო შევაფასოთ, გამოავლინა ასე ვთქვათ, უწყებების მიმართ. მოსამართლეს სხვა გზა აღარ რჩება და უნდა იყოს სასჯელი უკვე სასჯელასრულების დაწესებულება, რომელიც 15-14 დღე არის თუ არ ვწდები და რაღაცნაირად გადაიტანს ბატონი სანაია. ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას, ნუ ლანძღავენ, ნუ ლახავენ ღირსებას სხვა ადამიანებს და პატივისცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ყველაფერი არის კარგად. საბჭოთა საქართველოს რეალური ხდება, ასეთია პირველი გამოხმაურება ევროპიდან ჟურნალისტ ვახოსანაიას დაკავების შემდეგ. პლატფორმა X-ზე პოსტი ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ გამოაქვეყნა. ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ ვახოსანაიას Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ფაქტი, რომ რუსეთში გაცილებით მკაცრ სასჯელს მიიღებდა, სანუგეშო სულაც არ არის. ეს აჩვენებს ევროპის რომელ მხარეს დგას დღევანდელი საქართველო, ავტორიტარული ნაწილის მხარეს. საბჭოთა საქართველოს რეალობა ხდება. ჟურნალისტ ვახოსანაიასთვის Facebook პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მიზა აჩვენებს, თუ რა სისწრაფით ეშვება საქართველოს კრემლის სტილის რეპრესიების მორევში. ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც კი გადაუსწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახოსანაიას. სასამართლოს გადაწყვეტილებას რეპრესიულს უწოდებს მედიის ადვოკატირების კოალიცია. ორგანიზაციის განცხადებით ოცნება სახელმწიფო უწყებებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვისთვის იყენებს. მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია ფორმულა ჟურნალისტ ვახოსანაიას მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სასამართლო ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახოსანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება. Facebook პოსტის გამო ვახოსანაიას სამართალდამრღვევად 10 ივლისს სცნეს. გადაწყვეტილება მაშინ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო და ჟურნალისტი 6000 ლარით დააჯარიმა.